დაგეგმვის და განხორციელების პროცესი მიმდინარეობს სრულიად გაუმჭვირვალედ, არ ყოფილა არანაირი საჯარო კონსულტაციები, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. უცნობია რა მტკიცებულებებზე დაფუძნებით მოხდა ამ წინადადებების შემუშავება. რა კვლევებს, რა თეორიულ მასალას თუ გნევავთ, რა საერთაშორისო გამოცდილებას, ან საქართველოში რის ანალიზს ეფუძნება, არაფერი არ ახლავს ამასთან. ისინი არაფრად გვაგდებენ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ხო, ანუ ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მხოლოდ განათლების სპეციალისტებს, ხო, ეს იქნებიან თქვა მშობლები, თავად მოსწავლეები, ხო, ანუ აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ აბიტურიენტის მდგომარეობა, რომელიც წელს აბარებს და არ იცის საერთოდ რომელ უნივერსიტეტში შეიძლება რომ ჩააბაროს, ვინ დახვდებიან იმ უნივერსიტეტში, არაფრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ეს არის უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის არსებითი შეზღუდვა პრაქტიკულად ხელისუფლება და რაც ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოში მმართველი პარტია ერთგვარად იბრუნებს კონტროლს უმაღლეს განათლებაზე, რაც თავისთავად ცუდია და საბოლოო ჯამში განათლების ხარისხზეც აისახება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეზღუდება სტუდენტებს არჩევანის საშუალება. ეხლა შეუძლიათ სამ უნივერსიტეტში ისწავლოთ სახელმწიფო დაფინანსებით, მე ისწავლიან 19-ში. ამ 19-ში მხოლოდ ორში იქნება შესაძლებელი, რომ სხვა პროფილურ სხვა პროგრამებზე ისწავლონ. მაგალითად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ქუთაისის უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი, რომ შეისწავლონ მაგალითად სამართალი და აღარ შეიძლებათ, რომ შეისწავლონ ილიას უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში. და აი მე ეს დაფინანსება ეხლა თუ არის 4 წლისთვის, ანუ 4 წლიანი ბაკალავრიატისთვის, შემდეგში იქნება 3 წლიანი ბაკალავრიატისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად ამ 3 წლიან ბაკალავრიატ დამთავრებულებს გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა წინათაობებისთვის. საერთოდ არა გათვლილი ის, რომ შემდეგ წელს ორჯერ მეტი აბიტურიენტი იქნება იმის გამო, რომ 11 წლიან სწავლებაზე გადაყავთ სკოლები, ანუ მე-11 და მე-12 ერთდროულად დაამთავრებს და ადგილები რო შემცირდება ამ დროს უნივერსიტეტებში. ანუ რეალურად ნახევარზე მეტი აბიტურიენტების დარჩება უმაღლესის მიღმა. არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ჩააბარებენ წელს ან ახლო მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დაანონსდა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო სასწავლებლებიდან, თქვათ იმ 4 სასწავლებლიდან, რომელიც თბილისში იყო, მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება ყველა მიმართულებით და თუ კი აქ ვერ ჩააბარებს, რომელიც ასევე დაანონსდა, რომ იქნება უფასო, მაშინ მოუწევთ კერძო სასწავლებელში წასვლა, რაც გულისხმობს იმას, რომ კერძო სასწავლებლის ღირებულება გაიზრდება, რადგან საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება. რაღაცის ხელმისაწვდომობა რომ მცირდება, პირველ რიგში მცირდება ნაკლებად მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ეს გარანტირებულად შეგვიძლია ვიცოდეთ. რაც შეეხება პროფესორებს, აი ყველაფერი მრიდან გამომდინარე, რაც ვიცით იმის შესახებ, რაც ხდება ქვეყანაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის პროფესორები დარჩებიან მოგებული და ის პროფესორები შეინარჩუნებენ სავარაუდოდ თანამდებობას, ვინც ალბათ უფრო ნაკლებად გამოხატავს პროტესტს. ცოტა საბჭოთა კავშირს მაგონებს შრომით ბაზარზე საუბარი, როდესაც სისტემას განათლების სამინისტროს რაღაც დაგეგმვის უწყებას, რაღაც გოსპლანს ჰქონდა პრეტენზია, რომ აი ჩვენ ვიცით ზუსტად რამდენი სპეციალისტი ჭირდება ქვეყანას, ეს წინასწარ გათვლილი გვაქვს და ზუსტად ამდენ სპეციალისტს ვამზადებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ბლეფი, შრომის ბაზარს მოვარგოთ ყველაფერი, ეს არის პრინციპულად შეუძლებელი, იმიტომ რომ სანამ სტუდენტი სწავლობს, შრომის ბაზარი იცვლება და სრულიად სხვა მოთხოვნილებები ჩნდება. მე ორი შვილი მყავს, მშობელი ვარ და მაინტერესებს თუ სტუდენტი ვერ გახდება ჩემი შვილი. ამ შემთხვევაში რა ალტერნატივები არის სახელმწიფოში იმისთვის, რომ მისი, ვთქვათ, პიროვნული ზრდაც მოხდეს და თავის თავსაც გამოადგეს ოჯახსაც და სახელმწიფოსაც. ანუ დღეს ქვეყანაში რა ბერკეტებით, რა ალტერნატივებიც გვაქვს უმაღლესი განათლების. არ გვაქვს უბრალოდ ეს არის პრობლემა და თუ ჩვენ გვინდა რომ არც უმაღლესი განათლება მიიღონ, მე როგორც მშობელი არ ვარ თანახმა, რომ ჩემი შვილი
იაფ მუშახელად 17 წლის ასაკში გაიწვიან სადაც ყველაზე დაბალი კვალიფიკაცია და შესაბამისად დაბალი ანაზღაურება ექნება. რეფორმები არის შეზღუდვებზე ორიენტირებული რეფორმები, გულისხმობს რომ ნაკლებმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, ნაკლებმა ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს სკოლაში, ნაკლები უნივერსიტეტში უნდა დაუფინანსდეთ მათ სწავლა, ნაკლები წლების განმავლობაში უნდა დაუფინანსდეთ სწავლა და ნაკლები ხარისხის განათლება უნდა მიიღონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ იაფ მუშახელად, როგორც თვითონ ირაკლი გოპახეძემ თქვა. ჩვენ ვითხოვდით მაგალითად კვების სისტემის დანერგვას, ვითხოვდით ინფრასტრუქტურის გამართვას, მცოდნე მასწავლებელს, რომელიც კვალიფიკაციას დაუდასტურებდა სახელმწიფოს, ვითხოვდით თქვათ ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიებს, სპორტულ დარბაზებს, ბიბლიოთეკებს და ისეთ საკითხებს, რაც პირდაპირ ინდიკატორი არის ხარისხიანი განათლების, ვითხოვდით მაგალითად საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემუშავებას და ამის ნაცვლად მივიღეთ სრული განსხვავებული სურათი. ანუ ჩვენ რო გვეგონა რომ განათლების სისტემაში პრობლემები გვქონდა, მე მგონი ყველაფერი ახლა იწყება, იმიტომ რომ არც ერთ მშობელს არ მოუთხოვია არასდროს 7 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდი მშობლებთან და არ მომისმენია არასდროს რომ ნეტა სასწავლო წლები შემცირდეს. მიზანი ეს არის პოლიტიკური კონტროლი განათლების სისტემაზე. ასაც აკეთებენ უნივერსიტეტებში, ეს არის მარტივად შეიძლება შევაფასოთ როგორც მეტი კონტროლი და ნაკლები განათლება. ერთი სახელმწიფოს პრინციპი არჩევანის შეზღუდვა მიმართული არის პოლიტიკური კონტროლისაკენ და პროფესურა თავისთავად შერჩეული იქნება პოლიტიკური ნიშნით.